გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. ორგანიზმის მთავარი ბიოლოგიური ფილტრი. რა არის მავნებელი თირკმლებისათვის? სიმპტომები, რომლებიც თირკმლის უკმარისობაზე მიანიშნებს და აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. უკეთ რომ გავიგოთ, რატომ ირღვევა თირკმლის ფუნქცია, ჯობს თავდაპირველად ჯამრთელი თირკმლის აგებულება და მუშაობის პრინციპი გავიხსენოთ. თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმიდან შარდის სახით ზედმეტი სითხისა და ნარჩენების გამოდევნა. ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში ქიმიკატების ბალანსის შენარჩუნებაში. ბიოლოგიური ფილტრი, რა ფუნქცია აკისრია თირკმელს, თემაზე სასაუბროთ დოქტორანტი, ნეფროლოგი ნინო შანიძე. მოვიწვიეთ, გამარჯობა ნინო. დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მინდა მივესალმო თქვენს მაყურებელს და ასევე ჩემს პაციენტებს. ძალიან კარგი ნინო, საინტერესო თემა არის და საუბარი ძალიან კარგი იქნება დავიწყოთ თირკმლით, მისი ფუნქციით, ზოგადად აგებულებით თავში კი ვახსენე, მაგრამ უფრო ვრცლად და კონკრეტულად რას წარმოადგენს ზოგადად თირკმელი და რა დატვირთვა აქვს მას? თირკმელი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ძირითადად ასრულებს ორგანიზმის გამფილტრავ ზედმეტი ტოქსინების და ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას ორგანიზმიდან, ასევე ის მონაწილეობს წყალმარილოვან ცვლაში, რითაც უზრუნველყოფს არტერიული წნევისა და ჰიდრატაციული სტატუსის შენარჩუნებას. ასევე მონაწილეობს ელექტროლიტული ბალანსის შენარჩუნებაში, როგორიც არის კალიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი, რომელიც აუცილებელია გულსისხლთა სისტემის ფუნქციონირებისათვის და ასევე ძლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ის მონაწილეობს სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში, ასევე აქვს მას უამრავი ფუნქცია, შეიძლება აღვნიშნოთ სეკრეტორული ფუნქცია, მასში გამომუშავდება რენინი, რომელიც აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლოთ, ასევე ერითროპოეტინი, რომელიც მონაწილეობს ერითროციტების გამოყოფაში, მასში გადაიქმნება D ვიტამინი აქტიურ ფორმად, რომელიც აუცილებელია ასევე ორგანიზმისათვის. ის მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში და ცილის კატაბოლიზმში. გასაგებია, ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ აღნიშნეთ ჯამრთელი თირკმელი და მისი ფუნქცია. რომ შევადაროთ ჯამრთელი თირკმელი და რომელიც როდესაც ხდება დაავადება, ხო, უკმარისობა. ანუ ეს ორი შევადაროთ, ანუ ყველაფერი თქვენ რაც ჩამოთვალეთ, არაფერი არ აქვს თირკმელს თუ რა ხდება მაგ დროს. რა სიმპტომია ესეთი, რომელიც სხვა დაავადებაში, რა თქმა უნდა, არ შეგეშლებათ, რა მახასიათებელია ამ დროს თირკმელს რა ემართება და რას გრძნობს ზოგადად ადამიანი. დიახ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა, თირკმელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოა ჩვენი ორგანიზმისათვის, ვინაიდან იგი მონაწილეობს გულსისხლთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. როდესაც ირღვევა თირკმლის ფუნქცია, მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, ქოლესტერინის დონის მომატება, რაც მნიშვნელოვანია გულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ასეთ ადამიანებში ხშირი არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან როდესაც თირკმლის ფუნქცია ირღვევა, ხშირია თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, კრუნჩხვები და ასე შემდეგ. ამიტომ თირკმლის ჯამრთელობა მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის სტაბილურად მუშაობისათვის. რაც შეეხება თირკმლის უკმარისობას, ეს საკმაოდ საინტერესო და ვრცლად სასაუბრო თემაა. დიახ, მნიშვნელოვანი რაც არის. დიახ, ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ვინაიდან ხშირად ჩივილები პაციენტებს არა აქვთ. ასეთ ადამიანებს ჩივილები არა აქვთ და როდესაც ხდება უკმარისობის გამოვლენა, უკვე საკმაოდ შორსწასული არის, საკმაოდ შორსწასული დიაგნოზის დადგენა, როდესაც ხდება, შეესაბამება მესამე სტადიას თირკმლის უკმარისობის. თუმცა რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფის ქვეშ, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა ან ასაკოვანი ადამიანები. ასეთ პაციენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ქვემოკიდურების შეშუპებაზე, მაღალ წნევაზე, ზოგად სისუსტეზე, დიზურიულ მოვლენებზე, შარდის რაოდენობის შემცირებაზე.
ანუ შეიძლება ერთი სიტყვით ვთქვათ, რომ ეს არის ჩუმად მიმდინარე დაავადება, მაგრამ არის ძალიან ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი, რაზეც შეიძლება მივიტანოთ ეჭვი, ხო? რას ვაკეთებთ ნინო არასწორად, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი კითხვა დაისვას, რომ ანუ ხშირ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ყოველთვის ვამბობთ და ტელევიზიების საშუალებით თუ სხვადასხვა პლატფორმები მოგვიწოდებენ, რომ ანუ წყლის დალევის კულტურა 2 ლიტრი აუცილებლად უნდა დავლიოთ, მაგრამ ვაწყდებით ისეთ თემას, ვისაც აქვს მაგალითად თირკმლის უკმარისობა და რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება, ხო? ანუ წყლის დალევის კულტურა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროს როგორ ხდება და როგორ ეუბნებით პაციენტებს, ანუ წყლის დალევა რამდენი შეიძლება და რამდენი არ შეიძლება. დიახ, ესეც საინტერესო შეკითხვაა. ხშირად ყოველდღიურად ადამიანები უშვებენ სხვადასხვა შეცდომებს, რომლებიც შემდგომ მოქმედებს თირკმელზე. რა არის თირკმლისთვის სასარგებლო და რა მავნე? განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ წყლის მიღების საშუალო რაოდენობა, რომელიც უნდა შეადგენდეს ლიტრა-ნახევრიდან 2 ליטრამდე. თუმცა ესეც არის ინდივიდუალური. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ აქვს თუ არა სხვადასხვა პათოლოგია. როდესაც ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მისთვის აუცილებელია, რომ მან არ გამოშრეს და მან ორგანიზმმა არ განიცადოს დეჰიდრატაცია. ანუ პირველი რაც არის აუცილებელი, წყლის საკმაო რაოდენობით მიღება. შემდეგ რაც თირკმელს ვნებს, ეს არის ჭარბი ცილა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დიეტა სპორტსმენებში, ან როდესაც იცავენ არასწორად დიეტას. ამ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ღებულობენ ჭარბი რაოდენობით ცილას, რომელიც თირკმლისთვის, რა თქმა უნდა, არის გადამტვირთვავი, რადგანაც ხდება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის მომატება და სამომავლოდ თირკმლის უკმარისობის განვითარების მიზეზი ხდება. შემდეგი რაც ვნებს თირკმელს, ეს არის მარილი. ანუ მარილიანი საკვები შეიძლება გახდეს არტერიული წნევის მომატების მიზეზი და სამომავლოდ თირკმლის უკმარისობა განვითარდეს. შემდეგ უნდა ავირიდოთ თავიდან ისეთი მედიკამენტების მიღება, რომელიც თირკმლისთვის არის საზიანო, არასტეროიდების, თუმცა მედიკამენტებზე კიდევ შეიძლება ცალკე ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო თემაა ასევე. ასევე მნიშვნელოვანია ალკოჰოლისაგან თავისარიდება, ვინაიდან ის იწვევს ასევე დეჰიდრატაციას და ცილის კარგვას თირკმლის მიერ, რაც ხდება თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ქრონიკული უკმარისობის მიზეზი. შემდეგი არის მოწევა, რომელიც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას, სისხლძარღვების შევიწროებას, ესეც არის თირკმლისთვის საზიანო, მავნე ჩვევები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის დარღვევა. თირკმელს აქვს ძილის ცირკადული რიტმი და როდესაც არის ქრონიკული უძილობა 20-30%-ით ასეთ შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია ქვეითდება. და შემდეგ უნდა აღვნიშნოთ მუდმივი სტრესი. როდესაც ადამიანი მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება, ამ დროს გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით კორტიზოლი. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას და თირკმლისთვის არის საზიანო. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი მესიჯი მივიღეთ, რაც შეიძლება რომ ანუ ხელი შეუწყოთ და მეტნაკლებად ავარიდოთ ეს ყველაფერი. ავირიდოთ. ნინო, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი კითხვა, რომელიც მკურნალობასთან დაკავშირებით, რამდენ ხნიანი არის მკურნალობა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია. ორი ადამიანი რომ მოვიდეს ერთი და იგივე დაავადებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მკურნალობა საჭიროებს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურია, ხო? მიდგომაც შესაბამისად სხვადასხვა ჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა, აი ის ყველა ნაბიჯი, მაგრამ როდის ხდება უკვე გადანერგვის თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ბოლო არის გადანერგვა, ხო? ანუ მკურნალობიდან გადანერგვამდე რა მანძილი არის და რა დრო საჭიროებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. დიახ, საინტერესო შეკითხვაა ასევე. თირკმლის უკმარისობას აქვს 5 ხარისხი, როდესაც არის პირველი ხარისხიდან მეოთხე სტადიამდე თირკმლის უკმარისობის, ამ შემთხვევაში ხდება კონსერვატიული მკურნალობა, სიმპტომური მკურნალობა. როდესაც ხდება თირკმლის ტერმინალურ უკმარისობასთან შეხვედრა, ასეთ პაციენტებს უკვე ვთავაზობთ 3 ვარიანტს. ეს არის ჰემოდიალიზი, პერიტონიალური დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა. თირკმლის გადანერგვა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია, ვინაიდან სიცოცხლის ხარისხი და სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ ადამიანებთან არის, რა თქმა უნდა, უკეთესი და იგი უახლოვდება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობას. საქართველოში წარმოებს ცოცხალი დონაცია, ჯერჯერობით გვამური დონაცია არ არის დანერგილი, როდესაც ხდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე თირკმლის ტრანსპლანტაცია, ამას უწოდებენ ალოტრანსპლანტაციას. დონორი არის გამცემი, რეციპიენტი არის მიმღები. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის კავშირში, ემოციურად მჭიდრო კავშირში,
ადამიანთან რომელსაც უნდა მისცეს თირკმელი ან არის გენეტიკური ნათესავი რომელიც უნდა იყოს რა თქმა უნდა იურიდიულად დადგენილი თუმცა ასევე არსებობს პრეემპტიური ტრანსპლანტაცია რომელიც გულისხმობს ისეთ ტრანსპლანტაციას როდესაც თირკმის გადანერგვა ხდება ჰემოდიალიზის დაწყებამდე ესეც უკეთესი ვარიანტია დიახ რამდენ ხნიანი არის მაგალითად ძალიან მე ვყოფილვარ თქვენთან გადაღებაზე და მინახია ეს ყველაფერი მაგრამ ანუ ისეთი დრო მაინც ვერ დაუთმე გადაღებიდან გამომდინარე და მაინტერესებს ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ყველასთვის ვისაც ეს სჭირდება რამდენ ხნიანია მტკივნეული არის თუ არა რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ჰემოდიალიზის დროს ანუ ჩათვალეთ რომ ეხლა გეკითხებით ანუ თქვენი და პაციენტის ურთიერთობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რა თქმა უნდა ბათუმში არის 3 ჰემოდიალიზის ცენტრი ჰემოდიალიზი ასევე ძალიან ფართო და ცალკე სასაუბრო თემაა ამ დროს ადამიანს უწევს დიალიზის ცენტრში მისვლა კვირაში 3-ჯერ ხანგრძლივობა არის 4 საათი ამ ზოგად მკურნალობის სქემებს ადგენს გაიდლაინები რომელსაც სარგებლობს ყველა დიალიზის ცენტრი ამ შემთხვევაში საჭიროა რა თქმა უნდა ჰემოდიალიზის ცენტრში მოსვლა პაციენტის და 4 საათის განმავლობაში ხდება სისხლის გაფილტრვა აპარატში ასეთი პაციენტები საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას, მუდმივ თანადგომას, დიეტური რეჟიმის დაცვას და ეს დიეტა რა თქმა უნდა განსხვავდება ჯამრთელი ადამიანის დიეტისგან. ანუ თქვენ წეგან აღნიშნეთ რომ ინდივიდუალური მიდგომა არის როგორც მკურნალობაში, ასევე დიეტური რეჟიმის დაცვაში. აი ეს განსხვავება ნინო რა არის? ძალიან საინტერესო არის. დიახ, როდესაც ადამიანი არ არის დიალიზზე, მათ ვეუბნებით რომ შეზღუდონ ცილის რაოდენობა. თუმცა დიალიზზე ისინი უკვე საჭიროებენ მაღალკალორიულ ცილოვან დიეტას, რათა ორგანიზმმა არ გამოიფიტოს და აქვთ შეზღუდვები ისეთ ელემენტებზე, როგორიც არის კალიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი. კალიუმი, რომელიც უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან მას შეუძლია ჰიპერკალიემიას, შეუძლია გულის რიტმის დარღვევა, არითმიის განვითარება, ზოგადი სისუსტე, კარდიული ასთმის შეტევა და ასე შემდეგ. ამიტომ ვუკრძალავთ ასეთ პაციენტებს, განსაკუთრებით მშრალ ხილს, ან ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგალითად ბანანი, კარტოფილი და ასე შემდეგ. ასევე ვეუბნებით რომ შეზღუდონ მარილის მიღება, ნატრიუმის მარილი ისედაც კარგი არ არის, ჩემი აზრით, ნუ შეიძლება იმიტომ რომ მე არ მიყვარს მარილი. კი ბატონო. და ფოსფორის პროდუქტებს ვუზღუდავთ ასეთ პაციენტებს. რათა არ მოხდეს ჰიპერფოსფატემია, რომელიც შემდგომ ძვლების დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს ასეთ პაციენტებთან. ნინო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ორსულებთან დაკავშირებით და აი ეს თემა. ოქროშუალედი სად და როგორ ვიპოვოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული თემაა და აქეთ მეორე მხარეს არის ორსულები, რომელიც ძალიან სენსიტიურები არიან. თქვენი რჩევა რა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით? ასევე ძალიან საინტერესო თემა არის გეთანხმებით ორსულების თირკმელი გადატვირთულად მუშაობს, ვინაიდან მათ უწევთ ორმაგი დატვირთვა, სითხე არის მომატებული ასეთ ქალბატონებში და ასევე ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. მესამე არის მექანიკური ზეწოლა ნაყოფის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ფიზიოლოგიური ასეთი მდგომარეობა ორსულებში. აქ უნდა გამოიყოს ორი მიმართულება, ერთი არის ინფექცია და მეორე უკმარისობა. ასეთი ქალბატონები მიდრეკილი არიან ინფექციის მიმართ, ვინაიდან ხდება შარდის შეგუბება შარდის ბუშტში და იმუნიტეტის დაქვეითება. მოსალოდნელია ცისტიტის განვითარება ან პიელონეფრიტის განვითარება. ასევე აღსანიშნავია უსიმპტომო ბაქტერიურია. ამიტომ შარდის დათესვას აქვს მნიშვნელობა, რათა გამოვავლინოთ დროულად ბაქტერიები და მოხდეს მისი მკურნალობა. ხოლო რაც შეეხება უკმარისობას, შესაძლებელია ასეთი ქალბატონები ადრე ატარებდნენ მაღალ არტერიულ წნევას, ჰქონდათ ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული გლომერულონეფრიტი. ამიტომაც ორსულობა აუარესებს თირკმის ფუნქციას და მოსალოდნელია კრეატინინის ციფრების მომატება. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ისეთ გართულებას, როგორიც არის პრეეკლამპსია და ეკლამპსია, რომელიც გულისხმობს ქვემოკიდურების შეშუპებას, არტერიული წნევის ციფრების მომატებას და ცილის გაჩენას შარდში. ამიტომაც მნიშვნელოვანია გინეკოლოგმა მჭიდროთი თანამშრომლოს ნეფროლოგთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გადამისამართება ჩვენთან. დროული ჩარევა, რა თქმა უნდა, რაც ძალიან ბევრი და ასე ვთქვათ, ბევრი ცუდისგან აგვარიდებს ერთი სიტყვით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ონკოლოგიურ პაციენტებში როგორ მიმდინარეობს დაავადება, იმიტომ რომ მაინც ეს არის სენსიტიური თემა. მკურნალობა როგორ მიმდინარეობს, ანუ შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა, რაც მანამდე თქვენ ისაუბრეთ. რა განსხვავებაა და როგორი არის მიდგომა ონკოლოგიური პაციენტების? დიახ, ასევე გეთანხმებით საინტერესო თემაა მომართვიანობა ონკოლოგებისგან პაციენტების საკმაოდ მაღალია ჩვენთან, ვინაიდან ასეთი პაციენტები არიან მიდრეკილი თირკმის უკმარისობისკენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, როდის მოხდა დიაგნოზის დადგენა, ონკოლოგიური დიაგნოზის დადგენა. ხშირად დიაგნოზის დასმის დროს უკვე არსებობს თირკმის უკმარისობა, ვინაიდან ასეთ პაციენტებს აქვთ თანხმლები დიაგნოზები, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ან არიან ასაკოვანი პაციენტები. ასეთ პაციენტების 12-დან 53% აქვს თირკმის ესა თუ ის ხარისხის უკმარისობა. რატომ არის ეს ცუდი? იმიტომ რომ ვერ ხდება სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება ონკოლოგების მიერ, ვინაიდან მედიკამენტები, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ასეთ პაციენტებთან, არის ნეფროტოქსიური, ანუ თირკმის დამაზიანებელი, რამაც შეიძლება გააუარესოთ ასეთი პაციენტების პროგნოზი, მკურნალობის პროგნოზი. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც დიალიზზე იმყოფება პაციენტი, ორი რამე უნდა გავითვალისწინოთ ქიმიოთერაპიის ჩატარებისას. ერთი ის, რომ თირკმის ფუნქცია, რა თქმა უნდა, უკვე აღარ მუშაობს თირკმელი, არ არის თირკმის ფუნქცია ნორმალური ხომ, მაგრამ როდესაც ხდება მედიკამენტის დანიშვნა, შეიძლება აღმოჩნდეს ტოქსიური ორგანიზმისთვის, ანუ გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოზე ტოქსიური ზემოქმედება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის ქიმიოპრეპარატის დოზის განსაზღვრა. ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქიმიოპრეპარატის დიალიზით გამოტანის კლირენსი, ანუ რა რაოდენობით ამოღება შეუძლია ჰემოდიალიზ აღნიშნული პრეპარატის, რომელიც უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად ქიმიოთერაპევტმა და ნეფროლოგმა, როდის დაინიშნოს ქიმიოთერაპია, დიალიზამდე თუ დიალიზის შემდეგ. დიახ, აუცილებლად გასათვალისწინებელი, ეს უკვე ნიუანსი არ არის, ეს არის ზუსტად კონკრეტულად ექიმის მიერ დანიშნული გაიდლაინი, ესე რომ ჩავთვალოთ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ თავში ვახსენეთ, ანუ რა უყვარს, რა არ უყვარს თირკმელს, მაგრამ აშკარად არის, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ არასწორად, ხო? ძალიან მინდა რომ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ საკვებზე, იმიტომ რომ ყველას გამოგვიცდია დიეტები, ერთგვაროვანი საკვები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ძალიან კარგი არის, როდესაც მე ყოველ შემთხვევაში მომწონს, რომ რამოდენიმე კილოგრამს მოვიშორებ ერთი სიტყვით და ძალიან კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ორგანიზმი და ჩვენი თირკმელი როგორ ფუნქციონირებს და როგორ ვნებთ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, ხო? ანუ არსებობს თუ არა ისეთი საკვები, რომელიც აი კატეგორიულად არ შეიძლება თირკმლისთვის და ანუ ტკივა, თირკმელი ან რაღაცა ხო იცით რომ ამბობენ რომ ან გვერდი მეტკინა და ასე შემდეგ შემთხვევაში შეიძლება საკვებსაც დავაბრალოთ და შეიძლება ორ პირ ქარში მოხვდი და ასე შემდეგ, ხო? დიეტა, რაც თავარი არის, დავანებოთ ამ საკითხს თავი არ შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა და დავარქვით ამას ყველაფერს სწორი კვება, მაგრამ რაღაცას მაინც ვაპარებთ არასწორად შვებით. კითხვის არს იმაში მდგომარეობს, რომ ანუ კი ბატონო, ვიკვებოთ სწორად, მაგრამ არ დავაზიანოთ ჩვენი ორგანიზმი და კონკრეტულად ახლა რა თემაზეც ვსაუბრობთ თირკმელზე. რას ვაკეთებთ ისევ და ისევ არასწორად? დიახ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორ კვებას. თირკმლისთვის პირველი რაც არის აუცილებელი, წყლის საკმაო რაოდენობით მიღებაა, რათა მოხდეს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოყოფა, არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რომელიც ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას და შარტკენჭოვანი დაავადების განვითარებას. ანუ პირველი არის წყალი. შემდეგ უნდა მოვერიდოთ მარილიანს, რა თქმა უნდა. რაც თირკმელს უყვარს, ეს არის ბოსტნეული და ხილი. ეს ეხება რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს, ვინც არ არიან ჰემოდიალიზზე ან არა აქვს თირკმლების უკმარისობის შორს წასული ხარისხი. ანუ აუცილებლად უნდა მიიღონ წყალი, უნდა მიიღონ ნაკლები მარილი, უნდა მიიღონ ნაკლები ცილა, ასევე მნიშვნელოვანია როგორც თქვით, ბოსტნეული ხილი არის საკმაოდ კარგი და სასარგებლო თირკმლისთვის, ვინაიდან შედის ანტიოქსიდანტები და ვიტამინები მასში. ასევე პარკოსნები და მარცვლოვნები თირკმლისთვის არის სასარგებლო, ჩაი არის თირკმლისთვის სასარგებლო, C ვიტამინი, თუმცა გადაჭარბებული რაოდენობა არ უნდა მიიღოს, ვინაიდან შეუძლია კენჭების გაჩენა. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტები, რომლებიც არიან პოდაგრით დაავადებული, შეზღუდონ წითელი ხორცის და ზღვის პროდუქტების მიღება, რადგან ხდება
შემდგომ შარდმჟავად გარდაქმნა და დაავადების გაუარესება. ჩაიც აღნიშნეთ, რომელიც არის საჭირო თირკმლისთვის და ჯამრთელი ცხიმები, რომელშიც შედის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, როგორიც არის მაგალითად თევზი. ეს იგულისხმება ჯამრთელი ადამიანისთვის განკუთვნილ პროდუქტებს და საკვებს, რომელიც არის ოქროშუალედი უნდა ავარჩიოთ, რაც კი ჩამოთვალეთ, ყველაფერი ზომის ფარგლებში უნდა მივირთვათ. ნინო, საინტერესოა ახსენეთ თქვენ კენჭები, ხო, რომელიც პირდაპირ არის კავშირში თირკმელთან, ხო, სწორად გავიგე. ისევ და ისევ შეიძლება ეს კენჭი გაჩნდეს არასწორად მიღებული საკვებიდან, თუ უფრო მეტად წყალს დავაბრალოთ, მარილს დავაბრალოთ, შაქარს, თუ ძალიან ბევრი ფაქტორი არის. ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არსი ნამდვილად საინტერესო კითხვა დასვით, არსებობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამოჩნდება კენჭი, მიდრეკილება არის კენჭის მიმართ, თუმცა კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც ხდება მუდმივად მშრალი საკვების მიღება, ამ შემთხვევაში ხდება თირკმლის გამოშრობა, დეჰიდრატაცია, მინერალური წყლის, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღებასაც შეუძლია რომ გამოიწვიოს კენჭის გაჩენა და კენჭის ტიპის მიხედვით, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა დიეტა ინიშნება. ოქსალატური კენჭის დროს, რა თქმა უნდა შეიზღუდოს ციტრუსი მაგალითად და თუ არის შარდმჟავას შემცველი კენჭი, ზღუდავთ ცილოვან პროდუქტებს. საინტერესო თემა და მოდით რადგან დავიწყებთ ამ თემაზე საუბარი, ანუ რამდენი სახის კენჭი არსებობს და ზოგადად კურნალობა იქნება თუ როგორ უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს. დავიწყოთ იქიდან რამდენი სახის კენჭი არსებობს და როგორ უმკურნალოთ თითოეულ მათგანს, მცირეოდენი, ესე ვთქვათ, მთავარი მესიჯები რო გავაჟღეროთ. დიახ, არსებობს ოქსალატური, ურატული და ფოსფატური კენჭები, სამი ტიპის კენჭი არსებობს. ხდება მისი დიაგნოსტირება, თუმცა პრაქტიკულად ჩვენ ძალიან იშვიათად მივმართავთ, ამისათვის საჭირო არის 24 საათიანი შარდის შეგროვება, შემდგომ ლაბორატორიაში მიტანა და ხდება იქიდან დადგენა, რომელი ტიპის კენჭი აქვს ადამიანს. მისი მკურნალობა არის, რა თქმა უნდა, კენჭს სამომავლოდ როგორც ნეფროლოგი და არა უროლოგი შეუძლია თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს თუ კენჭი არის ისეთ ადგილას, რომელსაც შეუძლია შარდის დინების შეფერხება, სამომავლოდ შეიძლება გახდეს ინფექციის მიზეზი, საშარდე გზების ინფექციის. ძალიან კარგად იმალებოდეს, ხო, ორგანოში და არჩენდეს ის ეკოსკოპიაზე თუნდაც. კი ბატონო, გქონია ასეთი შემთხვევაც, მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის დადგინდა. სურათი ხო, კი ბატონო, ეხოსკოპიით არ გამოჩენილა ასეთი პაციენტი ნამდვილად იყო, კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა. ანუ პირველი რა შეუძლია კენჭს გამოიწვიოს ინფექცია, შემდგომ მას შეუძლია გამოიწვიოს შარდის დინების შეფერხება და ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს თირკმელმა და ამის შედეგად განვითარდეს თირკმლის უკმარისობა. ერთ-ერთ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს შარდკენჭოვანი დაავადება თირკმლის უკმარისობის განვითარებისთვის. თუმცა თუ კენჭი არ არის ისეთ ადგილას, რომელიც არ უშლის შარდის დინებას და არ ხდება მუდმივი ინფექციის მიზეზი, მას ჩარევა არ ჭირდება. ანუ არ საჭიროებს ადამიანს ხელს. დიახ, არ საჭიროებს მკურნალობას. არ უშლის ხელს, ხო? ანუ არის თავის ესე ვთქვათ. კი ბატონო, ასეთი პაციენტებიც ყოლია, რომ კენჭი არის, არ არის ის დიდი ზომის, ან არის ისეთ ადგილას, რომელიც არ უშლის შარდის გამოდინებას და არ იწვევს საშარდე გზების მუდმივ ინფექციას. ძალიან ახლა ამ კენჭებთან დაკავშირებით, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი თემა არის და ძალიან ერწყმის, ესე ვთქვათ, ჩვენს ძირ თემას. ანუ შეიძლება ისეთი რაღაცა რომ მაგალითად ადამიანმა გაიკეთა ოპერაცია და სხვადასხვანაირია, ხო? ანუ ლაზერით დაშლას ეგრეთ წოდებულს თუ სწორად ვამბობ, ხო? სამედიცინო ენაზე ალბათ სხვანაირად ჟღერს ეს. განმეორებითი შემთხვევები თუ ხდება და რატომ? იმიტომ რომ მიდრეკილება აქვს ადამიანს და მორჩა მეტი პასუხი არ არის ამის. თუ ის არ იცავს რეჟიმს, ან არ ხდება პერიოდული გამოკვლევა ასეთი პაციენტის, არ ღებულობს წყალს სათანადო რაოდენობით, რა თქმა უნდა, ყოფილა რეციდივი გქონია ასეთი შემთხვევები, რომ განმეორებით გაჩენილა კენჭი, შეუძლია კენჭმა ისევ გაიზარდოს, პატარა ზომის კენჭი იყო და ისევ გაიზარდოს. კი ბატონო. ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რაც ამ თემაზე საუბრობდით, არის მედიკამენტების მიღება. და ნებისმიერი ეთერის მეშვეობით ვცდილობ, რომ ვთქვათ, მეც დამიშვიეს შეცდომა და ანუ ყველა ადამიანები ვართ და არ მივსულართ ექიმად, თან გააჩნია კიდევ რა მედიკამენტებს ვიღებთ, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს მაგალითად თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მედიკამენტს გააჩნია ისეთი უნარი, რომ გამოიწვიოს რომელიმე დაავადება, თუნდაც ეს ჩვენი ძირითადი თემა, ხო? რას ფიქრობთ, აი მედიკამენტის სწორი მიღება როგორ ხდება
ანუ სოციალური ქსელის გარეშე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ხშირად ანუ ჩვენ თავის ექიმები ვართ და ანუ არ მივდივართ ექიმთან და გვირჩევნია რომ მაგალითად მეზობლის, მეგობრის და ასე შემდეგ გავითვალისწინოთ რჩევა, ოღონდ არ მივიდეთ ექიმთან. ესეთ რთულ დაავადებაზე რა თქმა უნდა არ შეიძლება თვითმკურნალობა, მაგრამ ნახეთ ნინო კითხვა რაში მდგომარეობს. ანუ მქონდა ეს ტკივილი, სიტყვაზე ვთქვათ, ექიმმა მითხრა რომ ეს თირკმლის რაღაცა უმნიშვნელო არის და მაქვს ეს მედიკამენტი და მივიღებ ამას რას დავაშავებ, ხო? იმიტომ რომ სადღაც 1 წლის წინ მომიხსნა თუნდაც ეს ტკივილი. ხო მიხვდით რაშიც მდგომარეობს კითხვა. მედიკამენტის სწორი მიღება როგორ ხდება ამ დროს და რა შეიძლება რომ შეგვიშალოს თვითნებურმა მიღება. ბატონო გეთანხმებით ძალიან საინტერესო თემა არის სხვადასხვა მედიკამენტები შეიძლება ჩამოვთვალოთ რომელიც თირკმლისთვის არის საზიანო და პირველ ადგილს იჭერს ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლების და არასტეროიდების უკონტროლო ხანგრძლივი და მაღალი დოზებით მიღება ვინაიდან მათ შეუძლიათ თირკმელზე პირდაპირ დაზიანება გამოიწვიოს ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის გამოწვევა თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ქრონიკული უკმარისობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, რომელიც ითვლება თირკმლის დამცავად, მაგალითად, AGF ინჰიბიტორები და AR ბლოკერები, შეუძლიათ თირკმლის დაზიანება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არის ორგანიზმი ასევე დეჰიდრატირებული, გამომშრალი, ან არის თირკმლის შორს წასული უკმარისობის სტადიები, მესამე სტადიიდან უკვე უნდა მოვერიდოთ, ვინაიდან შეუძლია კრეატინინის ციფრების მომატება. შემდეგი მედიკამენტები ეს არის შარდმდენები. შარდმდენების უკონტროლო მიღება შეუძლია ნატრიუმის გამოფიტვა ორგანიზმიდან და გამოტანა და ასევე კალიუმის გამოდევნა. შემდეგი მედიკამენტი ეს არის კონტრასტული საშუალებები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კვლევების დროს, იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებები, კონტრასტინდუცირებული ნეფროპათიის გამოწვევა შეუძლია. ლითიუმის შემცველი მედიკამენტები, ასევე ონკოლოგიაში, ქიმიოთერაპიაში გამოსაყენებელი მედიკამენტები, ცისპლატინი, კარბოლპლატინი არის თირკმლისთვის ტოქსიური, ზოგიერთი ანტიდიაბეტური მედიკამენტი, მაგალითად სიოფორი, თუ არის თირკმლის უკმარისობა გაუარესებული, უნდა მოვერიდოთ მის დანიშვნას. თუმცა ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის პირველი, რომელიც დავასახელეთ, არასტეროიდები, სხვადასხვა მედიკამენტი შედის აქ, რომელსაც პაციენტები, ადამიანები დამოუკიდებლად ხშირად ღებულობენ. ასევე არის აღწერილი მცენარე არისტოხოლია, რომელიც არის ისეთი მცენარე, რომელიც თირკმელზე არის ტოქსიური, დამაზიანებელი მოქმედების, ის შედის ხშირად სხვადასხვა ჩაის შემადგენლობაში, რომელიც არის დამასუსტებელი ან ტკივილგამაყუჩებელი. ამ შემთხვევაში შეიძლება შედიოდეს ეს ბალახი მათ შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში არ ვუყურებთ ხოლმე. მე არასდროს არ მიმიღია, მაგრამ გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება მაგალითად მოახდინოს პროვოცირება ამაზე რაც წვრილი შრიფტით აწერია, რა თქმა უნდა, არ გვაინტერესებს ერთი სიტყვით, მაგრამ როგორც თქვით და ჩამოთვალეთ, ძალიან ბევრი უკუჩვენება შეიძლება რომ გამოიწვიოს. ნინო, ყველაფერი ჩამოვთვალეთ და მთავარი მესიჯები მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეხლა ეს ერთი სიტყვით ეს შევკრათ ეს თემა, თქვენი რჩევა რა იქნება? ანუ მარტო თირკმლის უკმარისობაზე არ მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ თავში ჩვენ აღნიშნეთ ძალიან ბევრი თემა ჩამოვთვალეთ, თუნდაც შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა ხვდა დაავადება და ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. ორსულები რაც ყველაზე სენსიტიური თემა არის. თითოეულმა მათგანმა, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანისთვის მკურნალობა არის ინდივიდუალური და თქვენი ესე ვთქვათ, მიდგომაც სხვადასხვა იქნება ნებისმიერი დაავადების, ხო? მაგრამ მინდა რომ დიფერენციაცია მოვახდინოთ იმის, ანუ როდესაც არის თირკმლის ესე უკმარისობა არა, მაგრამ თუნდაც ტკივილი ან უმნიშვნელო დავარქვათ, ხო? მაინც ყურში კარგად ისმის. აქედან დაწყებული უფრო გართულებამდე რას ურჩევთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ თავშიც აღნიშნეთ რა უყვარს და რა არ უყვარს თირკმელს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ასე ვთქვათ, მთელი ორგანიზმი დგას, ხო? და მისი ფუნქცია ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით. თირკმელი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ორგანოდ მთელი ორგანიზმისთვის.
და მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ, პაციენტები, რომლებთაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი, ასეთი პაციენტების რეგულარული მიმართვა არის საჭირო შესაბამის სპეციალისტებთან, ანუ ადამიანები, რომლებიც არიან სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილი, უნდა მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს და უნდა მოხდეს პერიოდული ნეფროლოგთან მიმართვიანობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული გართულებები. ეს არის აუცილებელი. შემდეგი ეს არის ჯამრთელი ცხოვრების წესი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, აქ უამრავი ფაქტორი არის და უნდა გავითვალისწინოთ, ასევე სწორი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რათა მოხდეს ქოლესტერინის დონის დაქვეითება და ადამიანი იყოს უფრო ჯამრთელი. პერიოდი რო ახსენეთ, ანუ მაგალითად პირობითად რომ მოიყვანთ, ან წელიწადში რამდენჯერ უნდა მოვიდეს, გაჩნია კიდევ რა აწუხებს, რა თქმა უნდა, პაციენტს. თუ გინდათ, ესეც ცოტა უფრო ვრცლად ვთქვათ. კი ბატონო, თუ ადამიანი არის ჯამრთელი, წელიწადში ერთხელ აბსოლუტურად საკმარისია თირკმის გამოკვლევა, რას გულისხმობს თირკმის გამოკვლევა, ეს არის კრეატინინის განსაზღვრა, რომელიც შემდგომ გამოიკლევს გორგოლანი ფილტრაციის სიჩქარეს, ეს არის თირკმის მარკერი, თირკმის სარკე, თუ ადამიანი არის ჯამრთელი, კრეატინინის ციფრები არის ნორმალური, ანუ წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი ადამიანისთვის აბსოლუტურად საკმარისია. ხოლო თუ ის ავად არის სხვადასხვა დაავადებით, განსაკუთრებით დიაბეტური ნეფროპათია საკმაოდ მომრავლებულია ჩვენთან, ასეთი ადამიანები 3 თვეში ერთხელ უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ. ნინო, ერთი სიტყვით, მთავარი მესიჯები გავიგეთ რა იყო, ამ როგორც გადაცემის, ასევე მთავარი მნიშვნელოვანი თემით. მთავარია ის გადაგვრჩენია, რომ მოусმინოთ ექიმს და თუ დაავადებას, ესე ვთქვათ, მაინც ვერ ავიცილებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი მართვა, რა თქმა უნდა, ექიმთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ნინო საინტერესო თემებისთვის. მადლობა თქვენ, რომ მომიწვიეთ და უსურვებთ ჯანმრთელობას თქვენს მაყურებლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგ დღეს გისურვებთ, ნინო. გაიხარეთ. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს დოქტორანტი ნეფროლოგი ნინო შანიძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახვალ და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებთ.